გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა, ვიმყოფებით PAB 44-ში ტრადიციულად და ჩვენი სპონსორია ლუდი ბავარია, მადლობა ბავარიას და PAB 42-ს მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და ნდობისთვის, რაც ყველაზე მთავარია. დღევანდელი ეპიზოდი იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სტუნად ყავს ადამიანი, თავად შემიძლია თქვა, სამაგალითო მოქალაქე და ძალიან ბევრი და კარგი საქმის გამკეთებელი ქართული რაგბისთვის ლევან ჯობავა არის ჩვენი სტუმარი. ლევან, პირველ რიგში უდიდესი მადლობა რომ ხარ ჩვენთან სტუმრად და მადლობა იმისთვის, რაც გიკეთებია ქართული რაგბისთვის და აგრძელებ ამ საქმეს და არა მარტო ქართული რაგბისთვის, მე ეგრევე. კი, არა მარტო ქართული რაგბისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. და მოდი სანამ გადავალთ ახალი ფორმის იმაზე, ვაჩვენოთ ეს ძალიან სიმბოლური და ამით რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩვენ მხარდაჭერას და გვერდში დგომას უდასტურებთ რეჟიმის ტყვეებს რაგბის კლუბ სოხუმის ახალი მაისური, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად, ამ ფორმას დეტალურად განვიხილავთ და ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს. მანამდე კი გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოყვევით Instagram-ზე, გაუხურე ამის სულ Instagram-ზე, გამოყვევით TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, დაგვიწერეთ კომენტარები და მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად. დავიწყოთ მაშინ. სულ თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი შენი და რაგბის ურთიერთობა? ძმებს გამომარჯოს. მიხარია აქ რო ვარ, მადლობა მოწვევისთვის. გადავინეთ თავს და ასწორებს ეგეთი სივრცეები სადაც არის რომ სადაც რაღაცა დაშტამპული სპორტული კითხვებით და სოციალურ თემებზე შემოღებული ფარგლებით და ჩარჩოებით რო ლაპარაკობენ და ჯიგრები ხართ. ჩემი და რაგბის ურთიერთობა დაიწყო იმით რომ ჩემი კლასელი დადიოდა რაგბიზე ძალიან მინდოდა მეულო, მაგრამ ნუ არ გამოვიდა მაშინ ეგ ამბავი. ისე მინდოდა მეულო რომ ერთხელ პარკეტზე კალათბურთის დარბაზში კალათბურთის ბურთით ვითამაშეთ რაგბი და ისე დღეში ვიყავით დამრიგებელს არ ჯეროდა რომ ვიღაცამ მაგრა არ გცემა რა. მე რაღაც თამაშზე გავიპარე უყურე, მომეწონა და მაშინ ის პერიოდი იყო რომ აი 12, 13, 14 წელს ტიპები მიდიოდნენ რაგბის. მე 15 წელს ამ დავიწყე მუშაობა ინტერნეტში, ტელევიზიის, სატელევიზიო პროექტზე და იქეთ წამიყო რა ძალიან მომწონდა. ვარჯიში ჩემთვის სულ ვარჯიშობ. და მე აი ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, რაღაცა აი რეპორტაჟების კეთება რაღაცეები. ჩემმა მეგობარმა ბევრი საინტერესო რაღაც მომიყვა რაგბიზე და დამაინტერესა რა. და ყველაზე მეტად დამაინტერესა იმან, რომ აი ეს ჯახი და ეს ღირებულებების ჯაჭვი რაც აქვს, რომ აი პატივისცემა, დისციპლინა, ერთმანეთის გატანა რეალურად საზოგადოებაში რის დეფიციტსაც განვიცდით და ეხაც განვიცდით. ეს ჩანდა ამ რაგბიში რა და აქ იყო. შესაბამისად ინტერესიც მეტი. მე რაღაცა რეპორტაჟების კეთება დავიწყე, იმიტომ რომ გულშემატკივარი იყო ცოტა და რაღაცნაირად მინდოდა რომ მეტი ხალხი ჩართულიყო ტრიბუნებიდან ამ საოცარ თამაშში. ხო. და მე პარალელურად მივედი სამოყვარულო გუნდში, ხალიბებში და დავიწყეთ სამოყვარულო რაგბის თამაში. დავიწყეთ სამოყვარულო რაგბის თამაში, მე უფრო ახლოს მივედი ვიღაც ჩემი ნაცნობი მორაგბეები ვინც იყვნენ, იმათგან კიდე ვიღაცები გავიცანი, კიდე რაღაცები კარგად გავიგე შიგნიდან და უფრო მძაფრად დადგა ის ამბავი, რომ მეტი გულშემატკივარია საჭირო და ხან ჩელენჯებს ვაკეთებდით. აი როგორი დრო მახსოვს, იცი, ტელევიზიაში პროდიუსერის შეკერვა რო გიწევდა, რომ გთხოვ რაგბიზე გავაკეთებ რეპორტაჟს და აი ნუ დავიღალეთ აღარ შეგვიძლია ეს რაგბი რო გეუბნებოდნენ არა და ეხლა რა რიგში უნდა დადგნენ ალბათ რა, რომ რეპორტაჟის გაკეთება მოახერხო. და მე უკვე ამას მოყვა 2015-ის სოფლიო რო ახლოვდებოდა. ხო. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სოფლიო იყო და რო შევხედოთ ყველაზე შედეგიანი ეგ სოფლიო ჩემპიონატი გამოდგა რა, რომელსაც არ ქონია რაღაცა შესავალი რო სასწაულს გავაკეთებთ, მაგრამ იყო რომ აი ვიმზადებით, გვაქვს გეგმა, გვაქვს მიზანი და რაღაცა ამ მუხტის გატანა გვინდოდა. ეს ის დრო არის, როცა ტრიბუნას ავსებს რუსეთი რა მარტო. ხო, კი ბატონო. და დავიწყეთ ეგეთი ექსპედიციების სერია ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში. იმიტომ რომ მთა ძალიან მიყვარდა სულ რაგბიზე ვიждდებოდი და ოღონდ ეს ექსპედიციების სერია სულ არ იყო ჩაფიქრებული რა. აი უბრალოდ ფშავ-ხევსურეთში დავიტანოთ რაგბი. ეხლა შეიძლება არის სიამოვნოთ, მაგრამ უნდა ვთქვა რა, 10 წელია გასული. პირველ არხზე მაშინ მუშაობდი და ვითხოვე რომ კამერა მათხოვეთ მეთქი რა და აუ არა კამერას ვერ გათხოვებთ.
და რომ დავთვალეთ ბიუჯეტი, აი კამერის ქირაობაში მიდიოდა ყველაზე მეტი ფული და კარვებში ცხოვრობდით და რაღაცა აი სენდვიჩებს ვჭამდით დღეში ერთხელ ან რაღაც დიდ თანხებთან არ იყო დაკავშირებული 1500 ლარი გჭირდებოდა სულ რაღაც პატარა თანხას მოუყარით თავი და Facebook-ზე დავწერე რაღაცები და გიორგის ღენტმა დამირეკა და მითხრა რომ გაქვეყ ფულიო ჩათვალეო რა ხვალო მოგიტანენო და წადიო და გააკეთე ვიქირავეთ კამერა წავედით გავაკეთეთ შევკარით ეს ფილმი ვითხოვე პირველ ახსე რომ იქნება გაუშვას ხო ეს ფილმი და აი კაიო ჯანდაბა შენი თავი გაუშვებთო გაუშვეს ხო და მე ამ ფილმის დახურული ჩვენება რო გავაკეთეთ პრეზენტაცია იქ იყო ალექს ჩიქოვანი და ალექსა უყურებდა ხა რაღაცებს და რაღაცებს ინიშნავს ეს რას ინიშნავს რომ მორჩა აი ამას შეცვლი ეს ძალიან კაია ეს ძალიან კაია რაღაცა და ან უფრო მოწესრიგებაზე იყო მისი რჩევები და სვანეთში არ არის ეგრე რაგბიო და წადით სვანეთშიო მე გამოდიო რომ მაგ ექსპედიციის თანხასო და იმდენად გამოუცდელი ვიყავი და გამოუცდელები ვიყავით ამ ბავშვი შავხესურეთში რა ბიუჯეტიც დაგვიჯდა იგივე უთხარით ალექსსაც რომ სვანეთშიც იგივე გვინდა ოღონდ სხვაობა ის იყო რომ შავხესურეთში 50 ლარად წავედით მთლიანი გუნდი და უკან შინაურებმა წამოგვიყვანეს სვანეთში ერთი გზა ჯდებოდა 300 ლარი აი მართლა ძეხსვედაპურზე გადავაგორეთ სვანეთის ექსპედიცია რა მაგრამ გავაკეთეთ ეგეც სვანეთის ექსპედიცია რო გავიდა და ის რო წავიდა ამ ფილმის ჩვენება და რაღაცა მე უკვე გიორგიმ დარეკა და რაჭაშიც არ არისო და მოდი მოვასწროთო და ისე მიეწყო რომ ერთ ზაფხულში შავხესურეთის სვანეთი რაჭა 15 სოფელი და ყველგან ჩავატარეთ ეს რაგბის ვარჯიშები და მე პირველი არხის ამბავი რო გავაგრძელოთ 2017 წელს ჩვენთანო ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ოსლამდე ხო ბადე ხო ისეთი აქვს თამაშების დღეს 5 თამაშია და იქ ვერაფერს ვერ ჩასვამ რა ეგრევე შენ ხო გაქვს ფილმები გაკეთებული კი ხო და მოდი ახლა დავჭრათ ეს და ბადეებს შორის ჩავსვათ ფილმი რომელზეც კამერა არ მათხოვეს თავის დროს რო დავბრუნდი კარგიც რო ვთქვათ ახლა რო დავბრუნდი ერთ-ერთმა იმ დროინდელმა პროდიუსერმა მითხრა რომ რაღაცა რუბრიკებს ვეძებდით და მე ყოველთვის ვიყავი აი გასვლაზე ორიენტირებული რა რეგიონში და ერთი გასვლით 2 დღიანი ან 3 დღიანი გასვლით უნდა ჩამოგეტანა რამდენიმე რეპორტაჟი და მაშინ მითხრა რომ შენ რაგბის მისიონერი ხო ხარო მეთქი ვა და ხო და მიდიო რა ოღონდ ეხლა კარვებით დარჩენა და რაღაცა რა სადაც ჩახვალ ვარჯიში ჩაატარეო და ჩავდიოდით და ელემენტარულს აი ბოჭვა წინპასი არ შეიძლება და აი პატივისცემა აშთაუბრად ხო რა ელემენტარული რაგბის ხო სავიზიტო ბარათები ჩამქონდა რაგბის მოკლედ კი ბატონო მე გიანი ჟარაძე ძალიან ისეთი დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ვიცნობდი პირადად მანამდე ნონოს მაგრამ აი სამსახურებრივად მასთან კვეთა არ მქონია და გავერთიანდით ნონოსთან პროექტში გაეროს ხალხთა ორგანიზაციის პროექტში ჩავერთე ნონო ანტულაძეა საუბარი კი ნონო ანტულაძეზე მოკითხვა აქედან ნონოს და უკვე დავიწყეთ ესე მასშტაბურად სოფელ სიარული პარალელურად ჩემი ძმაკაცთან სულ ვცდილობთ იყო პატარ ანუ ერთეული კერები სადაც ძალიან მოწონდათ ხოლმე ბავშვებს რა და რაღაცა მაშინ ცოტა ისე უყურებდი რომ აი მწვრთნელების პროგრამა შეიძლება გაკეთდეს ესე და მე რეალობა სხვანაირი არის ძალიან ხო რთულია რა როცა ჩადიხარ რეგიონში თან თია რეგიონში სადაც რაგბი კი არა დღემდე 2025 წელია და დღემდე ისეთი რაღაცები არ აქვს ხელმისაწვდომი რომ გზა ელემენტარული ყველაფერს თავი დაანებო რა ძალიან რთულია იქ ჩახვიდე და ეგრევე დააინტერესო კი ახალია საინტერესოა მაგრამ რთულია რა რუტინა შეინარჩუნო რთულია რა წინაღობები ხდებოდა იქ მაინტერესებს იმიტომ რომ 2015 წელს არის ეს ლაპარაკი და 2025 წელსაც მართლა ყველაფერს თავი დავანებოთ სოფლები არის სადაც წყალი არ არის და შუქი არ არის დღესაც რა რაგბი და რა ფეხბურთი და რა კალათბურთი და რა ჰოკეი ხო მაგიტო არის რომ ერთეული სადღაც დიდი რაიონიდან ერთი ბავშვი სადღაც გაანათებს ამოვარდება და თუ მიაღწია სადღაც გზა თუ გაეკოლა და იღბალმა არ დააღალა და მერე ყველას უყვარს მაგრამ ჩვენ არ ვიცით ბავშვების ისტორიები რომლებიც უბრალოდ ვერ მივიდნენ იქამდე რა იმიტომ რომ ბევრი პრობლემა არის რა ვამბობდი კიდევაც სპორტის მუნიციპალიტეტიზაცია სპორტს არგო თუ ანანათქო რა და აი საინტერესო ის არის რა ანუ მუნიციპალური სპორტი მე თუ მკითხავ კი სახელმწიფო უნდა ინტეგრირდებოდეს ბავშვთა სპორტში და ინფრასტრუქტურაში ჩვენთან ცოტა უკუღმა არის ხო 7 წლის განმავლობაში ბავშვთა გუნდი ყავდა ზუგდიდში და რა ვიცი აი ზუგდიდის მერია გამგეობისგან და ვიღაცებისგან წერილზე პასუხი მივიღე ერთხელ რომ მეთქე რაღაცა შემოგვეხიდეთ რა ყოველ წელს გვიწევდა თანხების მოძიება და
მეთქი აი ტრანსპორტირების ნაწილში რომ მთელი წლის კალენდარს მოგცემთ და ან მანქანა რო გვათხოვოთ მძღოლით და საწვავს ჩვენ ჩავასხამთ ან თქვენ ჩაგვისხით საწვავი და ანუ რაღაცა რო შემიმსუბუქო და ჩვენი გუნდი ყავს მე ანუ ხო მუნიციპალური გუნდი რა და ეს მუნიციპალური გუნდები ერთეულ ადგილებში სადაც აი ანთებული და ისეთ შემართებით როგორც ამბობენ ხოლმე იდეინი ნაგიჯრები თუ არიან ისინი აღწევენ მაგრამ ძალიან ბევრგან აი მაგარ ბიჭებს მაგარ მწვრთნელებს უწევთ ვიღაცა აი კაბინეტში სახე დამხეცებული ტიპისთვის ხვეწნა რომ აი რაღაცა გამოგვიყავი რა და იმიტომ რომ იმას თვითონ ამის კომპეტენცია საერთოდ არ გააჩნია თავის უფროს თუ არ დაურეკა ისე ვერაფერს ვერ იზევს იმ უფროსმა კიდევ ვიღაცას უნდა დაურეკო და ამ დაურეკოს და ამასობაში აი თაობები მიდის რა ხო მწვრთნელებსაც ახლა ანაზღაურებასაც რო შეხედო რეგიონში ანაზღაურება მწვრთნელის არ არის ბავშვები თვითონ არ იხდიან მუნიციპალიტეტი რაღაც კონკრეტულ მოჭრილ თანხასაძლევს და როდესაც მწვრთნელს აქვს ღირსეული ანაზღაურება მწვრთნელი ფიქრობს რა მიიტანოს ვარჯიშზე ახალ და როდესაც მწვრთნელს აი ელემენტარულსაც რო ვერ უკმაყოფილებს ისეთი ანაზღაურება აქვს ვარჯიშზე რო არის იმაზე იმ დროსაც იმაზე უწევს ფიქრი სახლში რა მიიტანოს რა შესაბამისად ხარისხს უტყამს ეს აბა რა ხო და თუ აი მასობრიობის ნაწილში აი სამოყვარულო ნაწილში რაღაცეები არ იქნება უკეთესობისკენ შეცვლილი. მარტო რაგბიზე კი არა, ზოგადად სპორტის მიმართ, ხო. ფეხბურთის მასობრიობას რაც არ უნდა ქნა, ვერ დაწევ, იმიტომ რომ ყველა მიცის ფეხბურთი, ყველა თამაშობს. სხვა სპორტებში მასობრიობას დროთა განმავლობაში პრობლემები ექნება რა. იმიტომ რომ თაობაც შეიცვალა. ჩვენი გუნდი ზუგდიდში საბოლოო ჯამში დაიშალა იმიტომ, რომ ამ თაობას არ უნდა ტალახში თამაში რა. 2015 წლიდან ზუგდიდმა გამოიცვალა, რავი, რამდენი მერი და გუბერნატორი არ ვიცი, ვერ დავთვალეთ. და ქვეყანამ რამდენი მეთაური და ყველა აი ზუგდიდში რაგბის სტადიონი შენდება, ვერ მივაკავლიეთ სად დაიწყო მშენებლობა რა. და ამასობაში ნახე, აი 15-ში დაიწყეს ამაზე ლაპარაკი 2025-ია 10 წელიწადში ხო ჩაიარა რაღაცა თაობამ რა და რამდენი მაგარი ტალანტი დავკარგეთ. დამბელი ხო. მართლა ვამბობ, თითო რეგიონში ერთი თოფურია, ერთი კვარაცხელია და ერთი ნინიაშვილი უეჭველი დარბის რა. უბრალოდ მას ჭირდება ღირსეულ პირობებში მოხვედრა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ღირსეული ანაზღაურების მქონე მწვრთნელი. იმ დღეს დავწერე, ბოდიში რაღაც დიდი 1000-იან თუ თავს შევხედე შემთხვევით. ქუთაის ბათუმი ჯიქი იყო გორები რა, ახალი გუნდი რო. ხო და ბიჭო, ბათუმის ერთ-ერთ მორაგბეს ფლომასტრით ეწერა 7 ნომერი უკან რა, აუტში ახტომის დროს და ეს ნუ დავწერე და ვიღაცები რო აი პირში ვატყუებთ ხო და გული შემდგომ მეთქვა ამ სპორტზე, იმიტომ რომ მე ვთამაშობდი, ყველაზე მეტად მეყვარს დღემდე ეს სპორტი და იქიდან ნუ არ ვიცი დავალებით რაღაცა შემომივარდნენ რომ როცა არის ნუ ტლიკინებ და ეგეთ თვითონ მორაგბეები პირდაპირ ვიტყურა გუნდის მორაგბეები რომ როცა არის მე გამიხსენი მარტივიან ხო მე ახსნაც ვნახე მაგისით მაგრამ აი მაგაში მოყვები კომუნიკაციის ფორმა არის საოცრად შეცვლილი და არა უკეთესობისკენ და რო ავიღოთ 90-იანებში ვინ იყო მორაგბე სტრუქტურულად და როგორი ტიპი იყო და ვინ არის ეხლა რა ვიცი აი ნახავს ალბათ თვითონ და მე ხო გითხარი მაშინ დაგპირდი რომ აი ეგ ამბავი არ დაიკარგებათ ჩემი თვალით ვნახე არჩევნების წინ სიების ბლანკი მუყაოს კარდონზე დაკრული და პირადობებს აგროვებდა ტიპი საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშე და როცა უთხარი რომ რას აკეთებთ ხო თვითონ ახსოვსაც მითხრა მაშინ რა და ბოლოს უთხარი რომ მეთქი ეგ ვინც დაგავალა მოვადრო და რომ დაურეკავ რომ ამის გამო პრობლემები მექნება შენ ზარს აღარ უპასუხებს მეთქი რა ან სტრუქტურულად სხვა ტიპი გახდა მორაგბე არასდროს მორაგბეები არ იყვნენ პოლიტიკური პარტიების მასოვკაში ვიზუალში გამოყენებულები რა არ ყოფილა ესეთი რაღაცა და ვინმეს თუ არ ახსოვს შეუძლია ძველი თაობის მორაგბეებს კითხოს რა და კიდე ერთი ტენდენცია რაც წავიდა ის არის რომ ბავშვებმა მოზარდება მასიურად არიციან რაგბი საიდან დაიწყო. ყველას გონია რომ თავისმა მწვრთნელმა და თავისმა კლუბმა გააკეთა რამე თუ გააკეთა და არ არის ეგრე რა. ამ სპორტს აგურ აშენებდნენ ტიპები, ვისაც სახლიდან გამოქონდათ და მოქონდათ რაგბიში იმისთვის რომ ეს შემდგარი ხო რა. და მე რაღაცნაირად ის გახდა რომ აი შესაძლებლობა გაჩნდა თითქოს რომ
ღირსეული ანაზღაურება იყოს აქედან მიღებული და ძალიან კარგია. სპორტსმენს კარგი ანაზღაურება უნდა კონდეს. აუცილებლად. მაგრამ შენ ხო უნდა ლოგიკური კითხვა გიჩნდებოდეს, რომ საიდან მოდის ეს ფული რა? მუნიციპალიტეტი ან რაღაცა სახელმწიფო მიხდის ფულს რომ იმაში რომ ვითამაშო კონკრეტული სპორტის სახეობა? ანუ რაღაცა არასწორი არის და საბოლოოდ გაიჭედება. და მე არის პრობლემები რა, ხელფასების დაგვიანება რაღაც და ამ პრობლემებზე ლაპარაკი თითქოს ცუდ ტონად ითხოვა რა. ხო, შენ მაო რა პონტია ხო არ მოსულა რა. ხო იცნობ შეგით ხალხს და ეხა იმ ხალხს უთხოვდა. პირიქით. ხო, პრობლემებზე არ ლაპარაკი, მაგ პრობლემებს ზრდის და მე გააფუჭებს სიტუაციას. კი, სამ პრობლემებზე არ ლაპარაკი. აკადემიაში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ეხა სახელდაბოს ვერ დავასახელებ ფიზიკურად რა. დიდაც თამაშობდა. აკადემიის ყველა თამაშობდა, დიდაც თამაშობდა, მეორე დღეს მაკდონალდს გამოვიძახე და ჩემმა გუნდმა, რომელიც უკვე დიდაც თამაშობდა, გლოვოთი მომიტანა მაკდონალდს და პროსტ აი მართლა გამიწყდა. იმიტომ კი არა რომ გლოვოზე როგორ და ჯვარი მწერია, ეგეთი აზროვნება არ მაქვს. სპორტსმენისთვის, ანუ რეჟიმის სხვა, კი. ვერ მივხვდი რა, მე თქვი, 10 წუთი ვილაპარაკე და მართლა ვერ მივხვდი, მე თქვი რა ხდება. გადავფორ 8 თვეა ხელფასი არ ამიღეო, არც ერთი გუნდი ვიშლებით, დედა გვეტირა ესა და ფაქტიც ახეზე აკადემია დაიშალა. ისეთი რაღაცეები ვნახე ბოლო პერიოდში, რომ აი ძალიან გულზე მხდება რა. ანუ ეგ არ არის ის, რასაც თაობებმა თავიანთი შეგნებული სიცოცხლის დიდი ნაწილი დაუთმეს რა. კი, ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩართავენ ტელევიზორს და დღეს ხედავენ რა ხდება, მაგრამ რეალურად შენ იმას ასწავლი, საიდანაც მოდის სპორტის ეს გენიალური სახეობა. როგორ არის ისი რაღაც აი ბავშვთა გუნდი რო ავიღოთ ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდები 7 წელი ყავდა და ზუგდიდში დამთავრდა რა აღარ არის და ბიჭები ვინც იყვნენ ხა ალიგის და 23 წლამდე ასაკის შარშან ყავდნენ ქუთაისში და წელს ყავს ფოთში გადაყვანდნენ და მათზე პასუხისმგებლობა. მოკლედ იმაზრამდე მივედი რომ შენ რაც არ უნდა ეცამდო რა მაგალითიც არ უნდა აჩვენო გარემო თუ არ შეიცვალა ის წავა და შთანთქავს 95% თავისი გარემო რა შენი ლაპარაკების ცდილობ მაგალითით აჩვენო მაგალითით დავამტკიცო და მე რაღა იმედგაცრუება გრჩება რა იმიტომ რომ მის ირგვლივ გარემო არ არის ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ქვეყანაში რო არ არის ამის აღიარება არ უნდათ ადამიანებს რა იმიტომ რომ ეშინიათ რომ რაღაც თავიანთი ვიწრო კეთილდღეობა არ დაირღვეს აი ამ საუბრად გრძნობენ ამას უეჭველი გრძნობენ შეუძლებელია ხა ქალაქში რომ გადიხარ ორმოში არ ჩაარტყა ვიღაცამ ცუდად არ ჩა ანუ ქაოსი არის გრძნო რაშიც ხარ მაგრამ არაც მაო ამაზე შენ არიცი იქ რა ხდება და რაღაცეებს გიწყებენ ევროპას აგინებენ ტიპები რომლებიც ოცნებობენ რომ თავიანთი მოთამაშე ტოპ 14-ში გაუშვან რიგი მიზეზების გამო. ტიპები, რომლებსაც მაგრა უხარიათ ჩარტერს რო დააყენებენ და რო დაურეკავენ, რომ არის აქ შენთვის ადგილი რა და ჩახტებიან და წავლენ და იქედან ფოტოები და რაღაცები და მე გეუბნება რომ ევროპა ცუდია რა. ჩემზე 10ჯერ მეტჯერ არის ევროპაში ნამყოფი. აქ პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა, ევროპული ცხოვრება მოწონს და მე მიკითხავს მორალს, რომ იცი რა ძმა ეგრე არ არის. და არ არის ძმა ეგრე რა, უეჭველი არ არის ეგრეა, პროპაგანდაა რა. ხო, და ამის ნაწილი რო ხდება სპორტი და სპორტსმენი არის დიდი უბედურება რა. საარჩევნო პლაკატების წინ დამდგარი სპორტსმენები, გუნდური სახეობების პრეზიდენტებად პარლამენტარები ან სპორტსმენები პარლამენტში და მერე პრეზიდენტებად როგორც გინდა ისე თქვი და მე ვიღაცა გეუბნება რომ არა ძმა სპორტი და პოლიტიკა გამიჯნოთ როცა ეუბნები რომ ძმაო რუსია ის რა და აგრძნობინე შენ რომ ქართველი ხარ და მე ეს ტიპი თან რაღაც აი შავდა თუაშვილი არის ხო იმ რუსუაჩია საქართველოს ეს მოწონს მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკებს იმიტომ რომ იცის რომ იქიდან შეიძლება დაურეკო და უთხრა რომ წაშალე ბიჭო პოსტი ეს რა გიწერი ხო და ეგ არის რა სტრუქტურულად სახელმწიფოს აი ესეთი დოზით ინვესტირება სპორტში სპორტი გახადა დამოკიდებული და მისქნა რა ანუ ჩარჩოებში მოაქცია დავალებული რაგბის ღირებულებებზე რო არის ლაპარაკი და გატანა და პატივისცემა და რაღაცეები ისე ვიტყვი რა რომ მართლა ადამიანებისგან იმედგაცრუებას მიშვეული ვარ მაგრამ აი ღირებულებებზე სადაც დაიწყებენ ლაპარაკს ძალიან ბევრი რა ტიპები რომლებიც ნანახი მყავს როგორ ვითარდებოდნენ რომ ანუ ისეთი ანთებული გულშემატკივარი ვიყავი და რაღაცა და აი
უბრალოდ არც კი ეხლა კი არა. აი რო იყო რომ სიტყვაზე კავშირიდან წავედი, რაღაც სირთულეები მქონდა, რაღაცა არც კი გამოჩენილა. და თუ რაღაცაზე ჩდებიან, შეიძლება თავის საქმეზე გამოჩნდნენ რა. ეგ არ იყო მორაგბეები, აი ყველაზე ნათელი მაგალითი. ვინ იყვნენ და საზოგადოების პულსზე როგორ ედოთ ხელი. არის 99 წლის 9 აპრილი. ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარი რუსული სპეცრაზმის კორდონი შიშველი მუშტებით გაარღვიეს იმ დროინდელმა მორაგბეებმა და იმ დროინდელმა შერეული ურთაბრძოლების მიმართულება რაც იყო იმ სპორტსმენებმა რა და ამით თავიანთი თანამოქალაქეების ძალიან ბევრი სიცოცხლე იხსნეს. და ეხლა ხედავ რომ სადღაც პლაკატთან დგან, ან სადღაც შტაბში შედიან ქალების საცემად დადიან ტიპები, რომლებიც რაგბის თამაშობდნენ და ხალხი რომელიც ბანერზე იყო გამოჭიმული, ქალს ვინც დაუწყო, გინება აბა თუ შეგვერკინებაში, რა მე ერთი კაცი ვნახე მარტო ვინც მაგაზე ხმა ამოიღო რა. და დანარჩენი ისე არის რომ აი ძმაო შენ არ იცი ები ხდება ეხა თავი დაანებე და რაღაცა და მოკლედ რაც უფრო ნაკლებად სოციალურები გახდებიან სპორტსმენები, უფრო ნაკლები გულშემატკივარი იქნება ტრიბუნაზე. და გულშემატკივრობაში იტალიასთან რაც ხდებოდა და შენი აყოლებული იტალია, აი რა ვიცი. ბათუმის სტადიონი, აი საოცრ ეგ რომ ახსენე. 5 დღით ადრე ჩავედით მე მგონი. მაგაზეც მოდი ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ რაღაცები როგორც გავიგე მეც ბიჭებთან რაღაც ცოტა სხვანაირად მივიდა ეგ ამბავი. მე ვიღაცებმა თქვეს რა არ გითქვა მოკლედ. რამდენიმეს ვისთანაც მაშინ ახლა ურთიერთობა მქონდა მე გავუხსენი და მე რაგბის კავშირში მუშაობდი სრულიად სხვა მიმართულებით. მივედი სრულიად სხვა მიმართულებით და მე აი ხა იქნება ეგ ამბავი ხა იქნება და მუშაობდი რაღაცა კონკრეტულად იმაზე რაც იმ მომენტში იყო ხოლმე საჭირო და ეს წაყვანის ამბავი თან ყველას როგორ გონია ესე აი რა უნდა მიკროფონს აიღებ და მიკროფონს აიღებ და იტყვით გააკეთა ხალხმა იქ მიკროფონი რო აიღეს და თქვეს და არ მოეწონა იქ გულშემატკივარს მას შემდეგ რაც მე წამოვედი მაგამბით. ხო და ერთხელ ორჯერ მე ვთხარ და მე იყო იტალია რა და იტალიის მე რაღაცნაირად აი ის არის რა შრომა ადამიანის რა ადგილასაც არ უნდა იყოს მოედნის უნდა იყოს დაფასება აუცილებლად და ის რაც შენი მოვალეობა არ არის არც ერთ ხელმძღვანელს არ აქვს უფლება რომ შენს ვალდებულებად აქციოს რა და ეს რაღაცნაირად დაიჯერეს იქ ტიპებმა და ძალიან არ მოეწონათ როცა უთხარი რომ იცი რა არა მე ამას ვეღარ გავაკეთებ იმიტომ რომ განწყობა არ მაქვს იმიტომ რომ ხედავ რომ არასათანადოდ არის აღქმული თვითონ ეს საქმე და ისე მოხდა რომ აი ბათუმის თამაშზე რო ქუთაისში იყო მანამდე არგენტინასთან წავაგეთ ეხა ქუთაისში შენ იქნები თუ არ იქნები ტრიბუნა გაივსება და ქუთაისელებს გულშემატკივრობას ვერავინ ვერ ასწავლის არგენტინის თამაშიც ისეთი იყო რა აი მოთელვა იტალიისთვის და ეხა ქართველი გულშემატკივრისთვის იტალია რა იყო და ძალიან ნერვიულობდი რა მართლა რომ მივიდიოდით იქ მოედნის ამბებზე რაღაცეები რაც იყო საკეთებელი ეს საქმე რომ მორჩებოდა მიკროფონს ავიღებდი და დავდიოდი და რაღაცა შეძახილი ჩავძახები რაღაც და ერთი ბიჭი იყო მაგრამ ახსოვს ხმის მიმართულებით მუშაობდა და ხედავ რომ მაკვირდება და ეცინება რა ბოლოს მე რა გინდა მეთქი რა ჩემი განკირებია და ეხლა რაც არ უნდა ივარჯიშო ეს რო გაივსებო აქ არის სულ სხვა აკუსტიკა და ეს არაფერს არ გაძლევსო და ამიჯერა ნუ არ მაძლევს მაგრამ მე მაინც რაღაცა ამას ვაკეთებდი და მაგრად მახსოვს აი ყველას თავისი საქმე აქვს იქ რა ყველა რაღაცას აკეთებს ნაკრები ისრის მენეჯერები დადიან საჯებ აი და ხედავ ტრიბუნა ნელა ივსება და აი დერეფანში რაღაც სუზუნი რო შემოდის გამოვედი გასახდელები ეს გვერდებზე ხო არის შიგნით რა და გამარჯობა მე მგონი პირველი ეგ თქვი და ანუ სანამ რაღაცა შესავალს დაიწყებდი და რაღაცები მეთქი ხა ბიჭები გასახდელში არიან და გავაგონოთ რომ აქ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ველოდებით თქო და რო დააბრუნა ტრიბუნამ ხმა მე თამაში დღემდე არ მაქვს ნანახი და იქედანაც არაფერი არ მახსოვს თამაშის იმიტომ რომ ჩართული ხმი იყო ტრიბუნასთან ხო ტრიბუნას ვეკონტაქტებოდი ბევრი ადამიანისგან მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასება
Daily Mail-ის სტატია იყო, სადაც ერთი აბზაცი იყო რა. ეხლა ეს არ იყო ჩემი პროფესია, უბრალოდ რაღაცა ტელევიზია, მიკროფონთან, კამერასთან ხალხთან ურთიერთობა ვიცოდი და ნელ-ნელა გამოვიმუშავე ეს მიმართულება. Daily Mail-ის სტატია რაღაც ისტორიულ გამარჯვებაზე და იქ აბზაცი რო აი ამ თამაშის MC-ს ჰქონდა ცხოვრების საუკეთესო ივენთი და რაღაცა ისე ხარ რა და მე რო ხვდები რომ ზუსტად ეგრეც უნდა ყოფილიყო თითქოს და ამას ცოტა ისე უყურებენ ადამიანები. მე რაღაცნაირად შენს გიწრუდება გული რა. იმიტომ რომ ერთია რომ შენი გულშემატკივრო და ტრიბუნაზე ჯდომა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო რამე იყო რა. და მეორეა რომ აი იქ მუდმივად ჩართული იყო. გრძნობდე ტრიბუნას რაუნდ. მოგების გამო მოდის გულშემატკივარი და მოგების გამო მოსული გულშემატკივარი წაგების დროს წავა. და ის იყო რა ნათელი მაგალითი იყო რომ ფლორენციაში წავიდა 8000 ქართველი და ერთ კვირაში სამოასთან თამაშზე 4000 კაცი არ მოვიდა ავჭალაში. და ნუ ჯერ მაინც რაღაცა ეს ბრიტანული ხაზით რომ დამტყმელს პატივისცეთ სიჩუმე უნდა იყოს, ამას ვცდილობდი რომ დამენერგა გულშემატკივართან და დაიწყო თამაში და აი ჰიმნი არ იყო დამთავრებული, დაგვიდეს 1-0 და ემზადება დამტყმელი რა დასარტყმელად. ეს კულტურა რო გამაზა და რაღაცები ისმის უკვე და მეთქი გთხოვთ ჩვენი სიჩუმით პატივისცეთ დამტყმელს გამოაცხადე. გაიტანა. მალევე დაგვიდეს მეორე ლელო მე ისე რომ გთხოვთ აი სიჩუმით და აი აზუზუნდა ტრიბუნა რა არ მოიწონა ეს ისე. ამან კიდე გაიტანა ვაგებთ რა დასაწყისში პირველ ტაიმში არ მიგვდის თამაში. ჯარიმა დაუდეს რა და დასარტყმელად რო დადგა და გთხოვთ და აი აღარც დამამთავრებინეს რო ატყდა ხრიალი და გინება ჩამოივსა ტრიბუნას ჩემი ძმაკაცი მწერს რომ გთხოვო გაჩუმდი ანუ ბრცხენიაო ისეთი ხდებაო ტრიბუნაზე და ანუ გაჩუმება გამოდიოდა აი ვფიქრობდი რომ აი გავჩუმდე არ გავჩუმ როგორ უნდა ვქნა იმიტომ რომ თუ აწვევი რომ მოდი რა ეს კულტურა მაშინ ბოლომდე უნდა მივაწვე და მეთქი რაც არის უნდა ვთქვა რა ბოლო მაგრამ რა იმ ნაკრებს რომელიც მაშინ თამაშობდა ძალიან დიდი მადლობა თამაში ისე დატრიალდა მე რომ დასარტყმელი აღარ ქონია მაგარი თამაში იყო ხო ანუ მოვატრიალეთ და მაშინ მივხვდი რომ ანუ გულშემატკივარს ცოტა სხვანაირად უნდა რა სხვანაირად უნდა ეკონტაქტო და მე ნელ-ნელა გამოიმუშავე სხვადასხვა უკვე რომ გაიგე რა უნდა გულშემატკივარს იმის მიხედვით უნდა usმინო და 1 გრამ სიყალბეს არ გაბატონებს არა გამორიცხულია ზუსტად იმიტომ ატყდა ტრიბუნაზე ეგეთი ალიაკოთი რომ იმისთვის სიყალბე იყო ეხლა პატივიცე კი არა მიგებს ძმაო და ანუ მივდივართ იქ რომ გულშემატკივარს ჭირდება აღზრდა კამპანიებია საჭირო ჩართულობაა საჭირო და ჩვენთან რა ვიცი დღემდე არიან წვნელები მშობლები მოკალი მამი შეჭამე ბიჭო 11 წლის ბავშვებზე ლაპარაკი ხო ხო და აი ეს არის რა რო არის ხოლმე ლაპარაკი რომ აი 6 სერში გვინდა 6 სიერის სათამაშოდ ყველაზე მზად შეიძლება იყოს ნაკრები მაგრამ არ იყოს მზად გულშემატკივარი გულშემატკივარი ქვეყანა ქალაქი ინფრასტრუქტურა ბევრი რაღაც შესაბამისად ანუ ამ ყველაფერს უნდა მუშაობა და არა რაღაცა იმაში რა ქვია დგომის დაჭერა რომ ჩვენ ვიცით და თქვენ არ იცით და რაღაცა არ არის ეგრე რა სიყალბე და არა სამართლიანი რაღაცები ჩანს და მოიტანს შედეგს ეხლა ბოლო წლებში ბავშვთა კამპანიების და განვითარების მიმართულებით რბილად რო ვთქვათ მოდუნებული ყურადღება და არა საკმარისი მიდგომა დაგვარტყამს 5 8 წელიწადში და ჯვარი გწერია ის არ დაგვემართოს რაც დაემართა რუმინეთს კი ბატონო ნიშნები მაგის არის იმიტომ რომ რუმინეთის ბავშვთა რაგბიში დაშვებული შეცდომების პარალელურად ყველა ვიხილეთ დიდი რაოდენობით ქართველი მორაგბე ლეგიონერად ქცეული რუმინეთში რას ხედავთ ეხლა რაღაცა რეგულაციები შემოვიდა და დაწიეს შარშან თუ არ ვცდები 3 კაცთა ლიგაში სადაც თავს იყრიდა 36 გუნდი 80 ლეგიონერი იყო 3 გუნდი გამოდიოდა ფაქტობრივად რა და მაგას ჭირდება მუშაობა და არა ბანერებზე ყოფნა და პარლამენტში ჯდომა რა ხო ნამდვილად მაგაზიც ვიტყვი რომ ხობში რო ვიყავი ძალიან მეცინება მაგაზი რა ხობში რო ვიყავი მაშინ დაასახელეს კაჭარავა იმათ საარჩევნო სიაში და იქ ვისაც ვიყავი ესე ვთქვათ გადამტერებული გადაკიდებული რომლებიც იქაურ დეპუტატს აправებდნენ და რაღაცას ეძებდნენ რა რომ წამოეტოთ და აი ამიგორის რომ რაგბი აქაურობას აი ეს არისო სპორტი და პოლიტიკა გამიჯნეთ რა უნდა სპორტში და
დიდი პოსტი მაქვს დაწერილი, რომ მეთქი აცადეთ, არაფერი არ მომხდარა ჯერ რა, ეხა დააყენეს და რა ვიცი, ნაკრებში რომ 113 თამაში ითამაშა, მაშინ ხმა არ მოგიღიათ და ეხა ასადეთ. მე გადაობა ისე მოხდა, რომ ეგ ვინც დამიწერა, ისიც იცნობს ალბათ თავის თავს. ის იცავდა დაჩი ბერაიას მაშინ რა. დაჩი ბერაია და დავით კაჭარავა პარლამენტში ერთად ისხდნენ, ორივე რუსულ კანონს ერთად მოაწერეს ხელი. და პირველი რუსული კანონის დარბევის დროს ის ტიპი ვინც დამიწერა, გაზიდან მე გამოვათრიე რა. ანუ ვიზმეს რამე თუ დაინტერესებს ფაქტებით, სტატუსებით, კომენტარებით ყველა ის მონაწილე ამ იმის ადგილზეა და სახეზე. აი ეგეთი ამბავი. ხო, აი ეგ არის რა და ადამიანებს რაღაცებს რო ეუბნები პრობლემაზე ელაპარაკები, თავ ეგრევე ყვირილს ხო არ იწყება რა. ანუ ბოლომდე ხო არ კეტავ რაღაცას უხსნი რომ აი პრობლემა ეს არის და პრობლემაზე მოლაპარაკე ხდები მტერი და თუ თავს არ უხრი და რევერანსი და ესამები მტერი ხდები და არ არის. რას ვხედავთ ჩვენ ეხა რა ბოლო დროის განმავლობაში, ბოლო წლები რო ავიღოთ, რომ წინა 4 წელი ავიღოთ, ხო სიტყვას. ეხა ვინც რაღაცა მართვაშია გინახავთ სადმე ეს ხალხი შეკრებილი იყოს ან მოთამაშეები და ეთქვათ რომ აი პრობლემებია ძმაო და არა ხო? ანუ ოკეი იყო ის რაც ხდებოდა. სულ გვესმის ლაპარაკი ნაკრებზე. ნაკრები არის სახურავი. საძირკველში წყალი რო გიდგება და შენ სახურავი რა მაგარ ფერში მაქვს შეღებილიო ამაზე აკეთებ აქცენტს ჩამოინგრევა რაღაცა რა. არავიზე ნაკლებად არ მტკივა გული თუ მეტად არა იმ პრობლემებს რო ხედავ პრობლემის დანახვა კარგია პრობლემას რო ხედავ ოპა შეგიძლია მოაგვა პრობლემებზე თვალის დახუჭვას რო ხედავ და ამისთვის რაღაც ისეთი სარჩულის მიკერებას რომ შენ ჩვენ მხარეს არ ახარ და იმიტომ ხედავ ესე რა არ არის ეგრე რა ანუ პროტესტის გამოთქმა ავტომატურად ნიშნავს ცუდ საქციეთ ეხავს ძმაო არ მოსულა შტაბებში სირბილი და ქალების წემა არ ტეხავს არა ეგ მოსულა და პრობლემაზე ლაპარაკით ეხავს რა ეგ დაწინაურების საწინდარია ხო იცი ეგა ყველაფერზე არიან ხელმომწერი შენ ახსენე წეღან სულ შემატკივრები მოდი სოხუმის ისტორია დავიწყოთ რა ნუ სოხუმის ისტორია ეგეთი ამბავი იყო რომ დათო გებუაძე ჩემი ძმაკაცი რომელიც ზუსტად სამოყვარულო გუნდში გავიცანი დავზმაკაცით და დაბრუნდა ზუგდიდში თავის ძმას დააწყებინა რა კომპიუტერს მოწყვიტო და ვავარჯიშო სამ ვარჯიში თავის ძმა მოთხრა მე არ მინდაო მადლობაო მაგრამ ამ სამ ვარჯიშს იმდენი ბავშვი იყო იქ უკვე დასწრებული რომ ჭიშკართან ელოდებოდა 1-20 ბავშვი რომ გამოდიო რა ჩვენ გავარჯიში და ეს დაიწყო დათომ რაღაცა კლუბის კეთება მაშინ ეს საფესტივალო სისტემაში დათოს გუნდი ესე არ იყო ჩართული თან რაღაცა ბელგიის ასაკი უწევდათ ბიჭებს თუ არ ვცდები და ნონოს ჩართულობით და დახმარებით ვცდილობდით რომ დათოს რაღაცეებში მივხმარებოდით რა და ნუ ნელ-ნელა რაღაცას სახე ეძლეოდა რა დათოს თვითონ ვცდილობდა რომ იქ რაღაცები მოეძიებინა და რაღაც თამაშები ითამაშეს მაშინ დავით კილასონია ცოცხალი იყო და ლეილბურთი შეჯიბრეს ატარებდა სამეგრელოში და ნუ მოძრაობა იყო რა მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ რაღაცეები რამდენიმე აკადემიაში მოხდა ქუთაისში რაღაც და ეს აბიტურიენტობა და ზოგადად აი განათლების და სპორტის ვერ შეთავსება ისეთი პრობლემა არის 2017 წლის აგვისტო იყო და დათო მირეკავს არ არის კაი ხასიათზე რაღაცა რა გჭირს მე გუნდი დამეშალაო რა გუნდი დაგეშალა რატო და აბიტურიენტები გახდნენ ნუ უმრავლესობა და ვშო რა და აუ ეს უთხარი რომ მეთქი არნერი ო გავაკეთებთ თქო გუნდს თქო რა უბრალოდ ეხა ხვალ დაგირეკავ და ვილაპარაკოთ მეთქი დაურეკე ხვალ ჩამოწერეთ რაღაც თავარი არის სურვილი აქვს თუ არა ბავშვებს თამაშის მივიდა და თო ნახა ბავშვები დევნილთა ჩასახლებასთან იქ სკოლა არის და მიტოვებული მოედანი უნდა თუ რა 11 წლამდე ასაკი არისო და უნდა თუ თამაში დავთვალეთ თან ხარ აღჭირდებოდა ეგრევე ვისკენით ეს ხდება სამეგრელოში ხო დისტანციურად და თო იქ არის მე აქ ვარ ჩამოყარეთ გეგმა და მანამდე ვაკეთებდით დაჭრილი და დაღუპული ვეტერანი სამხედროების შვილებისთვის საველე შეკრებებს და მაგის ფულსაც აი ეს შემოწირულობებით ვაგროვებდით და ალექს ჩიქოვანმა გააკეთა რაღაც აუქციონი 2017 წლის მსოფლიოს ბურთი აჩუქეს და აუქციონი გააკეთა და აქედან აჩემოო ჯობას მივცემო ამ ფულსო რა და დასრულდა აუქციონი და მიშა ჭუასელი აკომენტარებს რომ მინდაო რა რომ ჩავერთო რა და მეთქი დასრულდა თქო მომწერა პირადში რომ ოქროს ზამენად ყავდეო რა გამახსენდა ის ამბავი ხ გუნდს ვაკეთებთ რაღაც თანხა გჭირდება და მიშას დაურეკე რომ მეთქი ეს ხომ მითხარი აისია და 12000 ლარზე იყო ლაპარაკი რა ეხავ შემიძლია მოგცეო ეგ თანხაო რა ამიტომ მე გაზარმაცდები ამიტომ დასაწყის ან მოგცემ 50%-ს
დასაწყის 25%-ს პირველსო და ბოლო 25%-ს. დანარჩენსო მიხედავ. ვაკის პარკთან გავარ, ამიტომ ეს ლაპარაკი რო იყო და მაგარი ამბავია რა, ნახევარი ბიუჯეტის გო. ეს დავწერე Facebook-ზე, მოდივარ ესე რა. Facebook-ზე დავწერე, სადღაც აი ნახევარი ჭავჭავაძეც არ მაქვს გავლილი და მირეკავს კახა ალანია. ხო. მე და დათო რაფავა მოვილაპარაკეთო რა და 1000 ლარს რო ეხავე გამოვათო და დანარჩენსო შენც რაღაცა სიზამო და 59-დან შენ ხუთა გიორგი რურვა და რაშვებიო როგორ ხარ რაღაცა და რავი მეთქი აი ამ ამბავში ვარ და რო დაგჭირდებაო დამირეკნო და ეგ თანხაც გექნებაო და ვაკის პარკიდან 55-მდე ჩამოვედი 12000 ვაკის პარკიდან 55-მდე და გუნდი გააკეთე ანუ ბიუჯეტი შეიკრა და დათოს დავურეკე რომ მეთქი შეგვიძლია დავიწყოთ ვარჯიშები არის და აი ესე დაიწყო და მე უკვე გამოჩნდნენ კომპანიები რომლებიც ჩაერთნენ ადამიანების ჯგუფები და პირველად იყო შემომწირველები სულ ყავდნენ ყველა პროექტს ეგრე ვაკეთებდით რა და პირველად იყო 2018-19-ის ბიუჯეტს რო აგროვებდით. კამპანია გავაკეთეთ, მე სოხუმის მეგობარი ვარ და მაშინ აი ესე კომპანია მე მგონი არ ჩართულა. სულ ეს ვინც ჩვენი მეგობრები იყვნენ იმათმა ჩაგვირიცხეს თანხები შევაგროვეთ და წინა მხარეს გვეწერა ეს მადლობა ჩვენს მეგობრებს რა. ანუ სასპონსორე ყველაზე მთავარი ადგილი რაც არის, დაუთმეთ იმ ხალხს ვინც მეგობრობა გამოიჩინეთ. აი გარი თქვენ ყველაზე მაგარი თქვენ ახლა ამ ფორმასაც რომ მოვატრიალებთ და ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს, qovoltvis დატანილი გაქვთ ფორმაზე. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც სახელები და გვარები ჩვენი შემომწირველების. ისტორია და საბრძოლო მუშტი. ხო, ეს სოლიდარობის მუშტი არის. სოლიდარობის მუშტი კი. და უკან ნუ ვაჩვენებთ უკვე და კი არ მოგუბეზდება ამით. და მე წლიდან წლამდე ემოშებოდით რა, ანუ კომპანიები ჩდებოდნენ, ჩართულობა იყო ძალიან მაგარი სხვადასხვა კომპანიების მხრიდან რაღაც. წელს აღმოჩნდა ეგრე, რომ ისეთი მდგომარეობა გაიშითა, რომ არც ერთი კომპანია არ ყავდა სპონსორი. და გუნდში ყოველთვის წესი იყო ეგეთი, რომ ხელფას არავინ არ იღებდა. ხოლოდ მწვრთნელებს ჰქონდა რაღაც ელემენტარული ანაზღაურება და ბიჭებს შეთანხმდნენ რომ არ არის, ნუ არის რა, ელემენტარული რაც გჭირდება, იმას მოვაბათ თავი და ეს ელემენტარული არის მოედნის ქირა, თამაში, ანუ სავარჯიშო მოედნის ქირა, თამაშის თვის აი სტრაპილე იყო, რაღაც ბავშვების ბიდის ქირა, იქ გადაყვანილი ვინც ყავს, ფორმა, სავარჯიშო ინვენტარი, ბურთები, აი ესეთი რაღაცები და რომ დავთვალეთ ეს იყო რაღაც 24000 ლარი ჩავწერე ვიდეო დავდე და ერთ დღეში 50% შეგროვდა სრული ბიუჯეტის. და მე ნელ-ნელა ესე მიყვა და შეივსო. და ანუ წელს ეგრე მოხდა რომ არ უყავს არავითარი სპონსორი, ეს სულ შემატკივრების ლოგო გვაქვს, ეს სიტყვაც ძალიან მაგარი სიტყვა არის რა. ანუ გულშემატკივრები, რომლებიც სულ გულშემატკივრობენ რა. ანუ ადამიანები, რომლებიც სულ შენთან არის მოგების გამომოსულები არა რა. იდეით. ხო, რა იდეით შენკენ არის რა. და ეს რაც იყო ეხლა სულ რასაც ვამბობ რომ სოციალური უნდა იყოს გუნდი შენ საჭესთან პატარა ხალხთან და მე არ მყავს. ხო და ეს ტრადიციად გვიქცე გაცვლა. კი ბატონო ეგრევე შემიძლია დაიწყო შემდეგ ზეურიც არ შეთან და ის არ უყვარს. ხო და მოკლედ ისე მიეწყო რომ სულ აი სოციალური ხაზი გვინდოდა რომ ქონოდა რა. იმიტომ რომ იდეის გარეშე არ მისმის. აბსოლუტურად. ხო, არავითარი არაფერი საერთოდ. ნებისმიერი საქმიანობა იდეის გარეშე არის რაღაც არ ვიცი რუტინა რა. იდეისთვისაც საჭირო არის რუტინა, მაგრამ აი რუტინა იდეის გარეშე არსებობა გამოდის რა და ვერ. და რაღაცნაირად მივყევით ამ ამბავს რა, ესე რომ აი პირველად იყო რომ უკრაინის ომი რო დაიწყო, მაშინ გაშალეს ბიჭებმა სოხუმის და უკრაინის დროშა სოლიდარობის ნიშნად, იმიტომ რომ აუცილებლად სოლიდარული უნდა იყოს ყველას მიმართ, ვისაც იპყრობენ და სადაც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. მერე იყო უკვე რუსული კანონის ამბავი და პოსტი დავდეთ რომ არა რუსულ კანონს და ეგრევე წამოვიდა ესკადრილია ტროლბოტების. მერე კი, მაგრამ ბოლო დროს აი ნახე ბოლო დროს რა მოხდა, მაგასაც ვაკვირდებით რა, რაღაცები ფუჭდება. 30 ნოემბერს ჰქონდა თამაში, 28-ში აი დაუნდობელი დარბევები რო დაიწყეს რა. ისეთი სიტუაცია იყო ქვეყანაში, რა თამაში გვაქვს და აფიშა და რაღაც. უბრალოდ რახან ცხრილით იყო გათვალისწინებული თამაში, ის თამაში ვითამაშეთ, ვილაპარაკეთ ერთმანეთში და გავშალეთ დიდი ბანერი არა მოძალადე რეჟიმს. აი მაშინ შემოეყარნენ, წამოვიდა, წაშლა და ბლოკვას ვერ აუდიოდით.
მე ამან იკლო რა, იმიტომ რომ უკვე შემდეგი წრე რო დაიწყო თამაშების ისე მოხდა რომ ბიჭები დაჭერილები იყვნენ უკვე და გავშალეთ ბანერი რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. და არიან იქ ბიჭები, ვისაც რაგბი აქვს ნათამაშები რა. და სულ არავის რაგბი არ ქონდეს ნათამაშები და იყო ჩემი გუნდები. ხო, ანდრო ჭიჭინაძე ყოჩებში თამაშობდა. ხო, სულ სპორტთან არ ქონდეთ გავლილი ამბავია რა. კი, რა თქმა უნდა. ხალხს უცხადებდნენ მორაგბეების სოლიდარობას და არ ეშინოდათ კვლელი რუსის სპეცრაზმის და შენ რო გეშინია რომ ვიღაცა მერის მოადგილემ დამირეკოს და რაღაცა შენი არ შევანია ეგ უბრალოდ რაღაცა მე ბევრი ლაპარაკი ღირებულებებზე ყალბია შენი მხრიდან რა და მე რო დავგავშალეთ ეს ბანერი რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ეს ვაქციეთ ნორმად რა ჩემპიონატის თამაშებზე 10 კაცა ტურნირებზე და ანუ ეს არის მინიმუმიც არა რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გაჩერებას არ ვაპირებთ იდეა რაც არის რაც აი თავისით მოვიდა რა სოხუმი იმიტომ რომ დევნილი ბავშვები იყვნენ თავიდან ამ გუნდის ბირთვი ვინც დაიწყო ვარჯიში და უნდა ყოფილიყო ქართულ რაგბიში სოხუმი საზოგადოებაში სოხუმი არა მხოლოდ ტრაგედიასთან არამედ ერთობასთან გატანასთან სოლიდარობასთან წარმატებასთან ასოცირებული ყოფილიყო და თვითონ მოვიდა რა ეს მიზანი და სლოგანი სოხუმი ითამაშებს სოხუმში რა და იქ სადაც წლების განმავლობაში ურთიერთობები გაყინული იყო სეპარატისტების და ოკუპანტი რუსების გამო ურთიერთობების აღსადგენად სპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და სოხუმზე ჩვენ რო ჩვენი ბმა გვაქვს ენგურს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს რომლებიც არც სეპარატისტულ წყობას და არც რუსულ წყობას არ ემხრობიან და მამებისგან, დედებისგან, ბებია-ბაბუებისგან ახსოვთ, რომ თანაცხოვრება იყო აფხაზეთში, იმათაც სხვანაირი ბმა ექნებათ რა, მაგრამ ჯერა მაგის. სოხუმი აუცილებლად ითამაშებს სოხუმში. ხო, აი მაგ დღეს ის არის რა, ისტორიას ცუდად რო გვასწავლიან, მაგითო ისე როგორც აი აწყობს შენს მტერს რა, არავინ არ გეუბნება, რომ აი მაგარი მეომარი იყავი, მაგრა იბრძოდი, ყველა გეუბნება, რომ აი ეს შენი რუსული გარსი რაც გახვევია რომ აუ რა მაგრამ ღირი რა მაგრაც ეკო რა მაგარი საჭმელი გაქვს ანუ ისახა რა რაღაცა დეკორაცია რომელიც ალამაზებს მის რუსულ ნადიმს შენი პურმარელით შენ სახლში რა და არ გეუბნება რომ მეომარი იყავიო მაგარიო მაგითო არ ვიცით რომ აი სუისა გაქვს აი მე 99 წელს ვარ დაბადებული და მთელი ბავშვობა მქონდა რომ ბიჭო ყველა ომი როგორ წავაგეთ რა როგორ წავაგეთ სამოქალაქო ომი არ ქონია გადატრიალება მოხდა ქვეყანაში რა და იმაში რა ქვია ორ რეგიონში შენი ქვეყნის გებრძოდა 8 ეროვნების შეიარაღებული ბანდფორმირება და რო ვერ მოგერივნენ აფხაზეთში ზუსტად მაგიტო დაიკარგა სოხუმი რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ქართველების მხრიდან შესრულებული პირწმინდა და ეს ყველაფერი ტექნიკა გაყვანილი მსხვილკალიბრიანი იარაღი ჩაბარებული და იწყებენ შეტევა სოხუმზე თორე 13 დღე და 13 თვე და 13 დღე აი მაგ ხელა ძალამაც ვერაფერი ვერ ქნა იმიტომ რომ ეგავართ ბუნებით ვართ მეომრები გადაჯიშების ცდელობა ყოველ ჯერზე ვარდება რა იმიტომ რომ აქეთ თუ გამოვა ვიღაცა 100 მუნიციპალურის ჯიბეში ჩამხტომი თავისი 5000 ლარიანი სამსახურის გამო იქეთ გამოვა არჩილხოფერია გამოვა ჯაბახოფერია და ყოველთვის გადაწონის ეს ხალხი აი ვიღაცა გრუზინებს ვეძახი მაგათ რა რუსის გამოყვანილი ჯიში საქართველოში რომელიც თავისი ვიწრო იმიდან სარკმელიდან იყურება და ჭამო დავლიო გავერთო ვლასტ მადიდებელი ძალის მხარეს დგას აი ეს ტიპები თუნდაც რომ გამოვარდნენ და ქალებს რო უტყეს მე გელაპარაკებიან უსამშობლო და ეს რა ქვია ქართველები არც ერთი არ არის ქართველი რა ქალის ცემა ვისაც შეუძლია იმიტომ რომ ამას ავალებს თან ზემოდან რაღაცა ჯგუფი და მე გარბის და პოლიციის ზურგს უკან იმალება რა ვიცი აბა სად არის მათ ქართველი სოხუმი აუცილებლად ითამაშებს სოხუმში და ბოლოსკენ ვთქვათ ისიც რომ გაქვს წარმატებები წეგანი სანამ დავუწყევით საუბარს აღწერე რომ ჩემი ბიჭი თამაშობდა 18 წლამდელ ნაკრებში ინგლისზე თამაშენო და ეს პატარა დეტალები მოვყვეთ და მე შეგვიძლია ბოლოსკენ გავიგეთ თავიდანვე ჩვენი გუნდის ამოცანა იყო სულ ამას ვეუბნებოდი ბიჭებს რომ მე არ მაინტერესებს და არ არის თავარი რომ აქედან ვიღაცებმა ნაკრები ითამაშოთ მინდა რომ იყოთ კარგი მოქალაქეები
ეგ როგორ გამოვიდა დროთა განმავლობაში გამოჩნდება მოქალაქეობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე და ჩვენი გუნდი შეიძლება მოედანზე ვახერხებდით და შეკრებებზე მათთვის კარგი მაგალითების მიცემას, მაგრამ გარემოს ვერ ვერეოდით, რომელშიც ისინი ვარჯიშის მერე ბრუნდებოდნენ რა და საიდანაც ისინი ვარჯიშზე მოდიოდნენ. რაც შეეხება ესე ყველაზე მაღალი დონე ვინსად ითამაშა სოხუმიდან ლუკა შუაი არის ეგეთი მაგარი ბიჭი და იმახსოვრეთ ეგ სახელი და გვარი სულ ამბობდი რა ლუკაზე ეს ბიჭი კვირაში 4 დღე სენაკიდან ზუგდიდში დადიოდა ტრანსპორტით ვარჯიშს საფესტივალო ასაკში 11-დან 15 წლამდე ყოფილა შემთხვევა რომ ტრანსპორტი არ ყოფილა და ავტოსტოპით წასულა და წამოსულა რა არ ეზარებოდა 15 წლამდე ასაკი ჩვენთან ითამაშა მე ჩამოვიდა თბილისში დაიწყო ლელოში ასპარეზობა ბელიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონი მოხდა 18 წლამდეში შეცვლიდან შევიდა ინგლის ლელო დაუდო მაგარი ბიჭია რა აი ეს არის ისეთი გამოკვეთილი ხო სარაგბო კარიერის კუთხით ესე ვინც წავიდა დანარჩენები ხო ვინც ფოთში აგრძელებენ ბიჭები და ძალიან მიხარია ლევან ობულაძესთან არიან ლევანი ფოთში ჩავიდა იქ ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი კი ლევანს მოკითხა და ბიჭებს რომლებიც რაღაცა მაგრამ მიუდგნენ განვითარებას იქ რაგბისას ლევანთან ყავს ბიჭები გაშვებული და კაცთა გუნდში ყავს ხალხი რომელიც სწავლობს, მუშაობს რაგბის თამაშით იღებს სიამოვნებას ეგ არის ყველაზე მთავარი და რა ვიცი ჯერა რომ მოვა დრო და სოხუმში ვითამაშებ სოხუმი ითამაშებს სოხუმში აუცილებლად ლევან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის იმისთვის რომ ხარ კარგი მოქალაქე იმისთვის რომ დემეტრი აუცილებლად იქნება კარგი მოქალაქე ლევანის შვილი ძმამა კი ბატონო ძმამა და რა ვიზღა დაგვრჩენია რომ წარმატებები გისურვოთ ჩვენ და ჩვენ ქვეყანას და რეჟიმის ტყვეებს აუცილებლად თავისუფლებას უსურვებ და აი ეს გადაჭერა ჯობა სოლიდარობის მუშტი რომელიც გამოსახული არის და თავის წარწერები სულ შემატკივრების სახელები და გვარები აი ესე ერთიან ძლიერ საქართველოში ერთად წარმატებები თქვენ პოდკასტს თქვენ გეთამაშოთ ჩვენ გულშემატკივროს და ერთად აღვიგნიშნოს ყველაფერი კარგი რა კი აუცილებლად უღრმესი მადლობა ლევან ჯობავა იყო ჩვენი სტუმარი დღეისთვის ეს იყო ბავარია ჩვენი სპონსორი პაბ 44 კარგი სტუმარი ნორმალური წამყვანი ყველაზე მეტად ეხა ამ გადაცემას ველოდები რომ კი აუცილებლად მომდევნო სამშაბათამდე ბოტების და ტროლების შემოსევას ბოტები ჩვენთვის უკეთ შავპიარსი არია ხო მოდით მობრძანდით მომდევნო სამშაბათამდე დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულებულია ნახვამდის